მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო, საღამო მშვიდობის, მოვედი თქვენთან დღეს შაბათია. აბა როგორ ჩაიარა დღე? იმედია ყველაფერი კარგად არის. სალამი ყველას, აბა როგორ ვართ მეგობრებო? როგორ გიკითხოთ? თქვენთან ერთად დასტებს მოვამზადებ. საღამო მშვიდობისა, დავით როგორ ახარ? უღრმესი მადლობა ყველას. ირაკლი, საღამო მშვიდობის. გაიხარეთ, არა მიშავს. თავად როგორ გიკითხოთ, როგორ ჩაიარა დღემ ჩემო ძვირფასებო. ეხლა ცოტას გადავაზიარებ. მოვიწვევ მეგობრებს. ხო? აი ესეც ასე. თუ კი გააქვთ მეგობრებო სურვილი ვინმეს მოწვევის, შეგიძლიათ გადაუზიაროთ. ერთად ვიმხიარულებთ აქ ჩვენ, როგორც ყოველთვის. მაპატიეთ ეხლა ხმაურისთვის, ცოტა მოვიჩოჩე. ახლოს მოვედი. მეგობრებო, მოკლედ თქვენთან ყოფნა ძალიან სასიამოვნოა, მინდა იცოდეთ. თქვენთან ყოფნა ჩემთვის არის დღესასწაული, ხო არა მენთო დაბალი განათება, ხო არა ვანთო? რა სიტყვით ესე ჯობია? მე მგონი ჯობია. ხო, მე მგონი ჯობს. საღამო მშვიდობის ირო როგორ ხარ? კი, ესე ჯობია. აბა ვინ მეტყვის რა დევს ამ შავ ყუთში? მეგობრებო, ხედავთ? ახალი ნივთი მაქვს. რა სადროგი, როდის? აბა ვინ მიხვდება რა დევს ამ შავ ყუთში? ხა. გაიხარე ნინა, თავად როგორ გიკითხო? სალამი ყველას მეგობრებო. პანდორას ყუთი? არა. პანდორას ყუთი არა. ნათი, შენ ჩემი სიცილე გიყვარს, მაგრამ შენ ჩემი გადახარხარება არ გინახია. აი, ეჭვი სცენები მოგიწყოთ ახლა მეგობრებო. ზოგჯერ ესეთებიც მიყვარს. ზოგჯერ ესეთებიც მიყვარს. გაიხარე ანა მარია არა მიშავს, თუმცა დღეს რაღაცნაირად ვარ. ჩვენთან არის ნისლი, დღეს მთელი დღეა მეგობრებო. უნდა ესე იგი ისეთ ცუდ ხასიათზე დამაყენა, რომ არ ვიცი. ოი, ნახეთ რა მოვიღე, დროის კარტი. ენერგიების წასაკითხი კარტი მინდოდა, დასტა და ამოვიღე დროის. აი? მე მგონი არა, მოგვისწარით კი. მოგვისწარით მეგობრებო, მოგვისწარით. მოგვისწარით კი. მოკლედ ჩემო ძვირფასებო. ცოცხლიანი ქალია, რა? ცოცხლიანი ქალია. საღამო მშვიდობის მორგანაა. სალამი ყველას მეგობრებო, მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით, უღრმესი მადლობა ყველას, თითოეულ თქვენთანს.
ასე რომ თქვენთან მოვედი მეგობრებო, მოვედი. კი. ვერ მოვიხერხე, მოკლედ, მაინც ვერ ვზივარ კარგად. მოკლედ, ეხლა არაფერზე არ ინერვიულოთ, არაფერზე არ იდარდოთ, არ იღელოთ. უბრალოდ კომფორტულად დასხედით. არ არის ბაბაიაგაო, ბაბაიაგა გინდათ? ახლავე მოვიყვან მეგობრებო, რა პრობლემაა? ბეფანა გინდათ? აღარ მეტევა მაგიდაზე არაფერი, ჩემო ძვირფასებო. აი მე კარტები. სამკუთხედში არა. რა დევს ამ შავ ყუთში? ვინ გამოიცნობს, აბა რა დევს შავ ყუთში? რა არის შავ ყუთში? ხა. ვინ ზის შავ ყუთში? აი მე ამათ რომ დავინახავ, ჩემო ძვირფასებო, სასწაული მემართება. აი გეფიცებით ისეთ კარგ განწყობაზე მაყენებს, თქვენ ვერ წარმოგიდგენიათ. აი სადაც მუშაობ, აი იცით რა აქ კედელზე ჩამოკიდული? ჩემო ძვირფასებო, აქ კედელზე არის პატარა ლურსმანი, იმ ოთახში სადაც ჩემი ოთახია, ვიძინებ და ვიღვიძებ. სარკის ზემოდან არის აი ესეთი ბეფანა, ოღონდ მამაკაცი ბეფანა, გინახიათ მეგობრებო? მამაკაცი ბეფანა გინახიათ? აი იმის პატარა ესეთი ისაა ჩამოკიდული ქანდაკება. აი რა ვთქვა, პატარა ესეთი თიხის, ხო, აი წარმოიდგინეთ ახლა, სადაც მივდივარ, ყველგან ესენი აქვთ. ხო, იჯდეს იქ იქედან მიყუროს კი? რა თქმა უნდა. აი მე აღარ შემიძლია. ჩემს დედამთილს რატომ ვგავსო? ერთი წერს აგერ. ხო, ნუ რა ვქნათ ახლა, მაგი ჩვენი ბრალი არა, თუ კი ვინმეს გავს მეგობრებო. ნუ რა ვქნათ ახლა, მაგი ჩვენი ბრალი არა. ხო, ეთილი დედამთილი ყოლიაო, აბა? ამოცნობა უნდა დედამთილსაც. ოღონდ სწორად ამოცნობა. მეგობრებო, მეც ვარ დედამთილი, მაგრამ თავს არ ვიქებ, მაგრამ ცუდი არ უნდა ვიყო. არა. არ ყავს ყველას ჩასაფრებული. თქვენ ვერ წარმოიდგენთ. არიან კარგი დედამთილებიც, ოღონდ მართლა. მოკლედ დავიწყებ ახლა მე მეგობრებო, დავიწყებ ახლა დასხედით და ხო, ნუ რა თქმა უნდა, ახლა დასხედით კი ზიხართ. ხო, დავიწყებ თქვენი ენერგიების წაკითხვას. დავიწყოთ მეგობრებო, ბევრი რომ არ გაგვირცელდეს ახლა. მე მაინტერესებს ახლა ვინ ხართ თქვენ, ვინ მიყურებთ, როგორი ადამიანები მიყურებთ. თქვენი ენერგიები მაინტერესებს, შიშები გაქვთ. არ ვიცი. ხო, შიშები გაქვთ, შიშები გაქვთ, შეიძლება ზოგს გქონდეთ სიგნალის მარტო დარჩენის შიში, ზოგს გაქცევის შიში აქვს, ზოგს საერთოდ გაქცევა უნდა, იმიტომ რომ ეშინია რაღაცის, ვიღაცის, სიტუაციის. ხო, რა ვიცი ხა ვის რა გაქვთ მეგობრებო, ზოგს ნისლის ეშინია, ზოგს ღამის ეშინია, ღამეთ გარეთ გასვლის. ეხლა თქვენი სიტუაცია მოირგეთ კიდევ. ხო, კარტი ადასტურებს კიო. ეხლა უნდა დავწიო ეგი მე ეს მეგობრებო, რომ არ გადმომიყირავდეს უბრალოდ. მე ახლა ამის შიში მაქვს, რომ არ გადმომიბრუნდეს ტელეფონი. რომ ვათიე ხო, ცოცხალით ხო. ხა, კიდე თქვენი ენერგიები. იმდენად დაიღალეთ, ნახეთ მეგობრებო, ხა რითი ხართ დაღლილები. აი თქვენი გამომეტყველება.
თქვენ გჭირდებათ დასვენება და რატომ? ძალიან ბევრი პასუხისმგებლობა გაქვთ აღებული საკუთარ თავზე. საკუთარ თავს ძალიან ბევრ რამებს თხოვთ, მეგობრებო, და ესე არ შეიძლება. ასე არ შეიძლება. ძალიან ბევრი დავალება გაქვთ საკუთარ თავზე აღებული. ხო, ეს დასტურიც ამისია. აი ამის შიში გაქვთ, ხო? კიდევ სამართლიანობა. სამართლიანობა, ეხლა რა საიდან აზრზე არ ვარ, მაგრამ ოხ, როგორ გინდათ სამართლიანობა, როგორ გინდათ ურთიერთობა, როგორ გინდათ ენერგიები. ეხლა ბევრი თქვენთაგანი ამბობს, რომ ენერგიებს ღებულობთ ურთიერთობიდან, აი კერძოდ აი ზუსტად ურთიერთობიდან. ბევრი თქვენთაგანი ბევრს ითხოვს ურთიერთობიდან, ბევრი თქვენთაგანი ბევრს აკეთებს ურთიერთობაში, ძალიან დიდ რესურსს დებთ ურთიერთობაში. თქვენ ფიქრობთ სამართლიანია ეს, მაგრამ მე გეუბნებით, რომ არაა სამართლიანი. ხო, ნახეთ ქვემოდან რა კარტია? ორი სამყაროს კარტი თითქმის. ესეც ჩემთვის ერთ-ერთი სამყაროს სურათია, იმიტომ რომ ნახეთ, სამყარო იმდენად ჩაერია თქვენ სიტუაციაში, მეგობრებო, რომ ხო დაღლილი ხართ, იმიტომ დაიღალეთ, რომ უნდა დაისვენოთ ახლა. არაფერზე აღარ უნდა ინერვილოთ. ხო, იმდენი რაღაცა გაქვთ გაკეთებული და იმდენი რაღაცა გაქვთ კიდე საკუთარ თავზე აღებული, რომ აუცილებლად გჭირდებათ დასვენება. აი თუ ხვდებით, თუ მიაქცევთ თქვენს შინაგან ენერგიებს ყურადღებას, მეგობრებო, მიხვდებით ახლა მე რასაც საუბრობ. ხო. თქვენი ენერგიები, ფანტაზიები, ილუზიები, წარმოიდგენთ რაღაცას სიყვარულს, აი გინდათ გაოცებები, გინდათ განსვიფრებები, აი ეს ყველაფერი გინდათ მეგობრებო, მაგრამ არა, ამის დრო არაა ამის დრო ჯერ არ არის. ამას ამბობს ეს ყველაფერი, რომ ჯერ ამის დრო არ არის, იმიტომ რომ იმდენად დაიღალეთ, ხო, ჯერ უნდა დაისვენოთ და ძალები უნდა აღიდგინოთ. ხო, აბატონო. იბრძვით, იღწვით ამისკენ. ცოტა მოისუნთქეთ და კი ბატონო. ხოა? ცხოვრების გაგრძელება. ცოტა უნდა მოისუნთქოთ, მეგობრებო. ბევრი თქვენთაგანი ახლა აწარმოებს რაღაც მოლაპარაკებებს. შეიძლება ფიქრობდეთ რაიმე მოლაპარაკებებზე, გინდათ რომ რაიმე მოლაპარაკება აწარმოოთ, თუნდაც აი ამ პარტნიორთან, სადა ის, სად წავიდა. ხო. რო არ ვეძებოთ ეხა ბევრი მეგობრებო, თორე ყველაფერი გადამიცვინდება. გაიხარეთ, უღრმესი მადლობა, გაიხარეთ. მოკლედ მეგობრებო, ძალიან უნდა დაისვენოთ. გადაღლილები ხართ ბევრი მოლაპარაკებებით, გადაღლილები ხართ ბევრი სხვაზე ნერვიულობით, სხვაზე ფიქრით, ძალიან დიდი ენერგია გაქვთ დახარჯული, რაც უნდა აღიდგინოთ. თუმცა მაინც გაქვთ დარჩენილი, მე არ ვამბობ, რომ ეხა ზოგადად არაფერი არ გაგაჩნიათ, მეთქი თქვენ ეს მაინც შეგიძლიათ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ხო, ყოველ შემთხვევაში გჭირდებათ კი ენერგიის აღდგენა, ძალიან გაგიჭირდებათ, ჩემო ძვირფასებო, ეხლა თუ კი არ ცოტა წამოაშველებთ საკუთარ თავს ხელს. მე ვხედავ, რომ რაღაც მოლაპარაკებები გიახლოვდებათ ცხოვრებისეული, ეს არის მოლაპარაკება, რაღაც მოლაპარაკებების წარმოება მოგიწევთ. რასთან დაკავშირებით იქნება ეს?
ხო, ახალის დაწყება იქნება რაღაცის. ამაში თქვენ დიდ წვლილს შეიტანთ, ანუ თქვენ იმუშავებთ ამ ურთიერთობაზე იქნება თუ საქმიანობაზე იქნება თუ რაიმე შემოთავაზება იქნება, რაც გექნებათ, თქვენ თვითონვე იზრუნებთ ამ ყველაფერზე, როგორი შედეგი გექნებათ. ბედის ბორბალი, მეგობრებო, ნახეთ, აქ ჩაირება ბედის ბორბალი და მოგეცემათ საშუალება, რომ ის სიტუაცია, რაც გაქვთ ეხლა და რაზეც ყველაზე მეტად ნერვიულობთ, ხო, აი იმაზე, აი რაღაც ბედის ბორბალი დატრიალდება. კი, საჯაროა გაშლა. მეგობრებო, ლაივი მაქვს კითხვების გარეშე. მოთმინებითა ჩემი და ამომძრება სული ჩემიო ვატყობ. არა, მე არ ამომძრა და არ ჩემ ამოგძრება ნუგეშინია. მოკლედ, ჩემო მეგობრებო. ეხლა უბობიანი და გუდიანი კაცებისთვის, გაბაიაგირისთვის არ ცალია ჩვენ. უბობიანი კაცი ამ დასტაში არ უყავს. უბობიანი სურათი არის ასტრა ბარათებში, ჩემო ძვირფასებო, ასე რომ ლოდინი მოგიწევთ. კიდევ გავაგრძელებ თქვენი დახასიათება, თქვენი ენერგიები. ძალიან დამსხვრეულები ხართ, დაღლილები ხართ, განადგურებულები ხართ. აი წარსული გაქვთ ძალიან ცუდი, მეგობრებო, თუმცა მაინც ძლიერად, ძალიან მყარად დგახართ ფეხზე. აი თქვენ მაინც საყრდენი კედელი ხართ, მეგობრების, საყრდენი კედელი ხართ ადამიანების, ყველაფრის და ყველასი. ბატონო გიორგი, რა ხდება? ძალიანაც კარგი. ხო, ეს არის გარისკვა, რისკის კარტი, გაბედვის კარტი. აი, ხო, აი ესეთი ადამიანები ხართ, რომლებსაც რისკი შეუძლიათ. ვინც არ რისკავს, არ სვამს შამპანურსო, აი ზუსტად თქვენზეა ნათქვამი. ვიცი, ჩემო კარგო, ვიცი რო დაიწყო. ვიცი. მოკლედ, მეგობრებო, დღეს რაღაცნაირი არეულები ვართ, რატომ ხდება ეს არ ვიცი, ალბათ რაღაცაში არის საქმე. რა ხდება? ესეთი იყო თქვენი ქუთაისის სიომ სანამ დაგიბერაო. დღეს ძირითადად ვისაუბრებთ ურთიერთობაზე. მეგობრებო, იმედია ჩაიფიქრეთ პარტნიორი, ადამიანი, ვინც გინდათ ჩაიფიქრეთ, მეზობელი, მეგობარი, დედმამიშვილი, რა ვიცი, ვინც გინდათ და დედა რა სასწაული ადამიანი ხარ? ვენეციის ნიჟარებია, ჩემო კარგო, ვენეციის. კუნძულზე აკრეფილი ნიჟარებია. ხო, ნუ რა ვიცი, ანა მარია.
ზოგს ყავს ჩასაფიქრებელი მეზობელი, დასაფიქრებელი მეზობელი. მოკლედ მეგობრებო, ეხლა მე თქვენ თუ ასე გიყურეთ აქ კომენტარებში, ესე ვიქნებით დღეს. ამასობაში დამათენდება თავზე. მოკლედ გავაგრძელებ ეხლა თქვენი პარტნიორის ენერგიები მაინტერესებს. დღეს ძალიან არეულები ვართ, იმიტომ რომ შაბათი დღეა. იცის ესე დაღლილობა კვირამ. თქვენი ადამიანი, თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი დღეს ძალიან გრძნობიარე იყო, ძალიან ხო, აი შეწუხებული, თითქოს ხო, ძალიან სერიოზული, გრძნობიარე და თითქოს შეწუხებული იყო დღეს. ხო, იმიტომ რომ მოგონებებშია დარჩენილი, რაღაცას იხსენებს, მისი ჭირიმე თქვა. აი ნახეთ რა ცუდათაა მეგობრებო. აბა ვის გაგიხარდებათ ეხლა ეს ამბავი? თქვენთვის ჩაფიქრებული ადამიანი ძალიან ცუდათაა, მინდა გითხრათ. დამსხრეული, დამტვრეული, განადგურებული. თქვენ შორის სხვაობაა. თქვენ ძალიან განსხვავებულები ხართ. განსხვავებულები ეს ადვილი ნათქვამია. ფართო მასშტაბით ვიტყვი. აი უდიდესი სხვაობაა თქვენ შორის. ძალიან დიდი სხვაობაა თქვენ შორის. ეს ადამიანი ელოდება თქვენთან შეხვედრას. ეს ადამიანი ელოდება ამ ურთიერთობას. ელოდება ამ ურთიერთობას. თუმცა ძალიან განადგურებულია ეს ადამიანი, ბედის ბორბალზეა, ბედზეა დამოკიდებული. თუმცა ვიტყოდი იმას, რომ ერთ წრეზე ტრიალებს სულ, ერთი და იგივე შეცდომებს უშვებს, ერთი და იგივე საქციელებით შემოიფარგლება და მოკლედ განსხვავებულს არაფერს აკეთებს კიდევ მისი ენერგიები. კი, ამ ადამიანს ჰქონდა დღეს ენერგიის მეგობრებო. რა უბედურება. თქვენმა ადამიანმა შეიძლება დღეს ბევრჯერ წაშალა და გამოაგზავნა, წაშალა დაწერა, უпросторат დაწერა წაშალა, შეტყობინებები. ეს ადამიანი კონკრეტულად გათვალიერებდათ დღეს მაგალითად განსაკუთრებულად გათვალიერებდათ სოციალებში. აი ხო ხედავთ რა მემართება, როდესაც მასზე ვსაუბრობ. ხო შეიძლება კონდეს ესეთი სტილი, ესეთი ვარცხნილობა და ესეთი გადმოხედვა სათვალეების ზევიდან. ხო, ზოგადად ასეა, ვინც წერს ის კითხულობს. ხო, თუ თქვენამდე არ მოსულა, ესე იგი თვითონ წერდა და თვითონ კითხულობდა. ასეა ზუსტად მასეა საქმე. კიდევ ამ ადამიანს დღეს ჰქონდა კიდევ რაღაც საქმიანობა, შეიძლება ახლა არ წერს, მაგრამ შეიძლება კონკრეტულად რაღაცას აკეთებდა სოციალებში, ხო, როგორც ყოველთვის სოციალური ქსელი, ეს არის ჩვენი ერთ-ერთი საარსებო რესურსი, დაწყარო, რისგანაც რესურსებს ვღებულობთ. კიდევ, თუმცა დღეს სამართლიანობაზე საუბრობდა. შეიძლება ამ ადამიანს უნდოდა რომ სამართლიანი ყოფილიყო ბოლო-ბოლო, როგორღაც სამართლიანობაზე ფიქრობს. ხო, ამ ადამიანის ცხოვრებაში ძალიან ბევრი ადამიანი ყოფს ხვირს, ერევიან როგორც ჩანს. კიდევ ამ თქვენ ჩაფიქრებულ ადამიანს ნახეთ ზოგადად რაღაცას მალავს. ჯერ ერთი მოდი აქედან დავიწყოთ, რომ ეს ადამიანი მალავს თავის სილამაზეს, თავის სიყვარულს, თავის რაღაც საქმიანობას, თუ გინდა რა იყოს ყველაფერს მალავს, იმიტომ რომ ძალიან ერევიან თავის ცხოვრებაში და ამიტომ მალავს. ხო, მალავს იმას, რომ ამ ადამიანს უნდა სიყვარულთან დაკავშირებით რაღაცები გააკეთოს, გამოასწოროს, შეიტანოს ცვლილებები ურთიერთობაში. ხო, და ამიტომ იმის გამო რომ აი რო იტყვიან თვალიაო, ხო, ამის გამო რომ მის ცხოვრებაში არ ჩაერიონ ზოგიერთები, ამიტომ მეგობრებო, ყოველთვის უკვე მალავს ეს ადამიანი თავის საქციელებს, თავის მიზნებს და თავის ხედვებს.
კიდევ მისი ენერგიები. ხო, აი ნახეთ, როგორ უნდა ამ ადამიანს თავისი ცხოვრება რომ გამოასწოროს. კი, ძალიან ებრძვის ზოგადად ყველას და ყველაფერს კონფლიქტურ სიტუაციაში. შეიძლება ეს მას არ ახასიათებდეს, ზოგადად იყოს შეიძლება მშვიდი გაწონასწორებული ხასიათის. ეხლა ყველამ არ გადმომიხდეთ, აქ ზოგიერთებმა რომ რა ის გაწონასწორებული ხასიათი აქვს, გიჟი და გადარეულიაო, მეგობრებო. ყველაფერი თქვენთან არ დაემთხვევა, ასე რომ თქვენი სიტუაცია აიღეთ. ეს ადამიანი თვითონ ამბობს, რომ ჩემთვის შეუფერებელ სიტუაციაში ვარო ეხლა თქვენ, უფრო მიხვდებით ეხლა რაც თქვი მე. ხო, რაც მე მჭირს ეხლა მე ეს ჩემთვის უცხოაო. ამ ადამიანს უნდა რომ იყოს სრულყოფილი, უნდა რომ ჰქონდეს სრულყოფილი ურთიერთობა, სრულყოფილად იგრძნოს თავი პარტნიორულ ურთიერთობაში. ხო, კიდევ იმიტომ რომ ძალიან დიდ ტკივილს აყენებს, ზოგადად მე ვხედავ აქ ჩარევებს, მაგიურ ჩარევებს. არაკეთილის მსურველებს და ზოგადად ვხედავ ადამიანების ხელყოფას თავის ცხოვრებაში არასწორად. ეს არის მაგია, აქ შეიძლება იყოს მაგიებიც, ნეგატივი, რაც ამ ადამიანს ძალიან დიდ ტკივილს აყენებს. თუმცა უნდა რომ იყოს სრულყოფილი ურთიერთობაში. ურთიერთობა უნდა, სადაც იქნება სრულყოფილება. ეს ადამიანი ამბობს, რომ ერთ დღესაც გათენდება ის დღე, ნახეთ, სადაც ეს შორს მიუწვდომელი ბედნიერი დღე გათენდება ერთ დღესო ასე ამბობს, მეგობრებო, დედა რა გავაკეთო, აი ნახეთ. კი და სამართლიანათო. ეს ღმერთო მეგობრებო. აი რა გავაკეთო. აი მე ღმერთო მეგობრებო. ესე იგი ელოდეთ ამ ადამიანიდან ნაბიჯებს, ელოდეთ ენერგიის და შეცვლას და ურთიერთობის გამოსწორებას, ელოდეთ დათბობას ურთიერთობაში, თუ მეგობრობა გქონდათ, მეგობრულად დაბრუნებას, ნუ ყოველ შემთხვევაში ურთიერთობაში დაბრუნებას, ურთიერთობის გამოსწორებას, ენერგიის მომატებას, ელოდეთ ამ ადამიანიდან სადღაც დაპატიჟებას, შემოთავაზებას, შეიძლება იყოს რომანტიული საღამო ან პაემანი. ეს ადამიანი ამბობს, რომ მე ამ ყველაფერს გავაკეთებ საკუთარ თავს, ვაძლევ პირობას და დავალებას, რომ მე ეს დავალება შევასრულო. ღმერთო მეგობრებო, რა აჭიკჭიკდა თუ ხედავთ. ამ ადამიანს დაეწყო გამოღვიძება, ეს ადამიანი ამბობს, რომ ვიქნები სამართლიანი ყოველთვისო, ეს იქნება ერთ ბედნიერ დღეს, ეს ბედნიერი დღე არ ვიცი როდის იქნება, მაგრამ თვითონ ასე ამბობს და ეს მე ვფიქრობ, რომ იქნება ძალიან მალე. ჩემო ძვირფასებო, სადაც გინდათ იქ დაპატიჟეთ, ეს ჩემი გადასაწყვეტი არა, მე ვამბობ იმას, რასაც თვითონ მათქმევინებს აქ. მისი ენერგიები იყო დღევანდელი ეს. აცადეთ ამ ადამიანს საუბარი. რატომ არ აცდით ამ ადამიანს საუბარს მაგალითად? თუ გიჯიკე ხა. რატომ არ აცდით ამ ადამიანს საუბარს? ისე რა ვთქვა, მარა გიორგი ხაბელაშვილი ხო არ გიცნობ შემთხვევით? ხო და მეგობრებო, ელოდეთ ამ ადამიანიდან, ვინც ელოდებით, იმათმა ელოდეთ. ელოდეთ ამ ადამიანის მოულოდნელ ენერგიის მომატებას და ურთიერთობაში დაბრუნებას. ეს ადამიანი აუცილებლად მოინდომებს ურთიერთობაში დაბრუნებას, ამის გარანტიას გაძლევთ. მოიფიქრებს კი და მოინდომებს და კიდევაც გააკეთებს. მე არ ვიცი რა მოხდა მის ცხოვრებაში და რა ხდება ეხლა, მაგრამ ინიციატივას გამოიღებს და აუცილებლად გამოვა კონტაქტზე, იმიტომ რომ სამყაროა ჩარეული მეგობრებო. აქ არის სამყარო. ეს ადამიანი შეიძლება რაიმე კონკრეტულ დღეს დაამთხვიოს, ან 8 მარტს, ან ხო მარტის ეხლა დღესასწაულზე, ან ზოგადად შეიძლება სიურპრიზი გაგიკეთოთ და რაღაც ხო დაგპატიჟოთ და ეს გამოვიდეს უბრალოდ ესეთი დღესასწაული მოგიწყოთ ამ ადამიანმა. ხო, მე ვხედავ მისგან ენერგიის მოზღვავებას, სადაცაა უკვე გიახლოვდებათ. ეს ადამიანი ახლოსაა უკვე თქვენთან, მე იმის თქმა მინდა და ამბობს, რომ მე იმას, რასაც ვამბობ, გავაკეთებ.
რასაც ვამბობ, მე იმას გავაკეთებ და გავაკეთებ სამართლიანად, თუ ამბობს მეგობრებო. ეს ადამიანი რაღაციდან თავისუფლდება, არ ვიცი რისგან თავისუფლდება, პაბეგი, შეიძლება პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობითაც კონდეს გაქცევა ამ ადამიანს. ეს შეიძლება იყოს გაქცევა და განთავისუფლება პატიმრობიდან, შინაპატიმრობიდან, სიტუაციიდან, სამსახურიდან, გარემოებიდან, მშობლებიდან და ოჯახიდან. ეხლა თქვენი სიტუაცია მოირგეთ, ასე რომ ელოდეთ ამ ადამიანიდან, მისი ენერგიები იყო დღევანდელი ესეთი. კი, იმიტომ დაიწყო საუბარი აი ამითი, ამ ფოტოთი. ეს არის მისი პირველი. ეს არის პირველი მისი ფოტო, რომელიც ადამიანი მოკლედ იყო ძალიან შეწუხებული და უნდოდა ბალანსის დაბალანსება უნდა ურთიერთობის, ასე რომ ჩემო ძვირფასებო, აუცილებლად ელოდეთ ამ ადამიანის დაბრუნებას თქვენს ცხოვრებაში. მოკლედ, კი ბატონო. მოვიდეს რომ სახით ვახახა. მაგი მეტეორია ზუსტად რომ მოდის ახლა. მაგი მეტეორი იყო ზუსტად რომ მოდის. ხა. მოკლედ მეგობრებო. დავიწყოთ ახლა ჩვენი დღევანდელი ლაივი. ჩვენი დღევანდელი თემა არის ურთიერთობა ისევ და ისევ, იმიტომ რომ ძალიან მოთხოვნადია ეს თემა, ახლა თან ისეთი პერიოდია, რომ ძალიან ბევრს აინტერესებს და თითქმის ყველას აინტერესებს ეს დაბრუნებები და მობრუნებები და მოკლედ მთელი ამბები. ბლოკებშია როგორ მოვა? ოფ, აბა თურმე როგორ მოვა? სხვანაირად ხომ არ შეიძლება მოსვლა. ბლოკი შეიძლება მოხსნა. შეიძლება სხვა ნომერიც გააკეთო და სხვა ნომრიდან მოგწეროს ადამიანმა, სხვა საიტიდან მოგწეროს. როგორ არა? ყველაფერი შეიძლება თუ მოინდომებს. აბა ვინ მეტყვის რა დევს ამ შავ ყუთში? კითხვა ისმის ლაივის ბოლომდე. რა დევს შავ ყუთში? არ მაქვს კითხვა პასუხი. ერთი კითხვა მაქვს მხოლოდ ლაივში. რა დევს შავ ყუთში? მეხი არა. ამ ყუთში მეხი ვერ იქნება. იმიტომ რომ ჩემს მაგიდაზე დევს. სხვის მაგიდაზე რო იდოს შეიძლება მეხიც იყოს და ბომბიც და ატომიც, მაგრამ ჩემს მაგიდაზე ვერ იქნება. ხა. არა, ჩემო ძვირფასებო. რა არის ამ ყუთში? ვინ მეტყვის? რომელი ლამაზი გოგონა დავმალე? არა, მეგობრებო, ის ლამაზი გოგონა აგერა. ამას თუ ამბობთ, ეს აქ არის. არა. არც ამკაული, არა. სუვენირი, არა. ხო, სუვენირი კიდე ახლოსაა. თუ საწყენია მეწყინება. წვადი. წვადი რა თქმა ხო არ მეტყვიოთ ახში. არა, მოკლედ მეგობრებო, დავიწყოთ დღევანდელი ჩვენი ლაივი. მე მაქვს ახლა ჩამოწერილი ქვესათაურები. უღრმესი მადლობა ყველა თითოეულ თქვენთაგანს. აი ყველაფრისთვის, ერთად ყოფნისთვის, გვერდში დგომისთვის, ერთად გატარებული დროისთვის, უღრმესი მადლობა ყველას. მოკლედ დღევანდელი ჩვენი ახლა ეგღამაკლია ანამარია ვინმეს პარტნიორი მყავდეს ამაში. გოგო, ხო არ შეიშალე შენ?
ვინმეს პარტნიორი რა თმინდა მაშინ? ან დასამალი პარტნიორი რა თმინდა მაშინ? აიმე, მოკლედ დღევანდელი ჩვენი სათაურები არის, ქვესათაურები მაქვს. სად მიდის ურთიერთობა? თქვენი ურთიერთობა სად მიდის? მერე ვნახოთ მისი მიზნები, თუ აქვს რაიმე მიზნები თქვენთან დაკავშირებით. მერე ვნახოთ რას ნანობს ამავე დროს ამ ყველაფრისთვის. ქმედებები ვნახოთ თქვენი ჩაფიქრებული ადამიანის და ბოლოს რჩევა, რა რჩევას მოგცემთ დასტა ჯონჯოლი რომ დააძრო. შენ ეტყობა ლობიო ძალიან გიყვარს. ხო. ხო და მოკლედ დავიწყოთ მეგობრებო. დღეს ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს, ასე რომ დავიწყოთ. ანა მარია მაცადე ხა საუბარი კაცა. ძლივს ავაწყე წინადადებები, გადამივარდა კარტი. წარმატებისკენ. სად მიდის ურთიერთობა და წარმატებისკენ მიდის ურთიერთობა. მინდა გითხრათ, აბატონო, პირველი სურათი. ანუ უყურეთ, რაც ხდება, ყველაფერი ხდება კარგისთვის. მორიელი არ ჩანს, კი? მორიელი გამიბრაზდა მეგობრებო. გავაბრაზე მორიელი. ოღონდ არ დაქორწინებულა, გავაბრაზე. გიორგი ხაბელაშვილი, ძალიან გთხოვ ესე ნუ იხსენიებ ადამიანებს. მე არ მიყვარს ესეთი საუბარი. სხვათა შორის? ხო და აქ თუ ცოტას ჩვენებურ წესებს და კანონებს ვინც არ გაითვალისწინებს, ხა, მოუწევს დამუთება. კარგად, აჩეხი არაფერი მოგვატყო. აი, ეხლა ამ წუთას მიგამუთებ მე შენ. ტყუილებს ჩვენ აქ არ ვართ, გაიგე? ხო და შენ ზუსტად ის ადამიანი ხარ, ვინც მე გავიფიქრე ეხლა. იმიტომ თქვი მე წეღან შენ ხო არ გიცნობ შემთხვევით? წავიდა მუთში. აი ასე. ხო, ეკუთვნეს. დავმუთე მეგობრებო. ცუდი არ გაიფიქრო. ვერ დავმუთე კარგად. აი. კი ბატონო. ზედმეტები მეც არ მიყვარს. დავიწყოთ მეგობრებო, თქვენი ურთიერთობა სად მიდის ურთიერთობა და მოლაპარაკებებისკენ, წარმატებისკენ, ყოველ შემთხვევაში ამ ადამიანს ასე უნდა. ეხლანდელ სიტუაციას თუ გავითვალისწინებთ, დანაკარგებში ხართ ძალიან. აქ იყო ღალატი, ხა არ დავიწყებ ყოველ ლაივში მეგობრებო რაც არის, ღალატი არის ბევრნაირი. ღალატი არ არის მარტო ადამიანი წავიდეს ვინმესთან, პარტნიორთან, ღალატი არის ძალიან ბევრი რამე. ამიტომ ეხლა თქვენი სიტუაცია მოირგეთ. ხო, მე მივხვდი უკვე მაგი ვინც იყო მეგობრებო, უბრალოდ სხვა სახელით და გვარით იყო შემოსული. არა უშავს, ანა მარია მიხდება ვიზეც ვსაუბრობ, კი. და კიდევ ბევრი მიხდება ეხლა რაზეც ვსაუბრობ მე. მოკლედ ჩემო ძვირფასებო, ეს ადამიანი თუმცა მოდის სიყვარულით, ეს ამ ადამიანს გრძნობა აქვს თქვენთან დაკავშირებით. ეხლა აზრი არა აქვს იმის დაწერას, რომ აი მაგალითად არა აქვს და კი აქვს და ასე და ისე. ამ ადამიანს ემოცია აქვს, ემოცია აქვს მეგობრებო, ასე რომ არ ნერვიულოთ. ხო, მე შენც მივხვდი, კი ბატონო. ხო.
თქვენ შორის იყო კამათი, თქვენ შორის იყო გაურკვევლობა, თქვენ შორის იყო არეულ-დარეულობა, დაბრკოლებები, შეფერხებები და აი ეს არის თქვენ შორის. სირთულეები, სიძნელეები და პრობლემები. არეულ-დარეულობა. აი მოდი ესე ვიტყოდი, ამ ადამიანიდან მე თქვენგან არა უფრო, მე ვხედავ მისგან უფრო ცოტა დაბალ დონეს, დაბალ ვიბრაციებში ადამიანი, რომელიც დაბალ ვიბრაციებშია მეგობრებო, იმისგან არაფერს არ უნდა ელოდეთ. აქ არის სულიერება, საერთოდ 0 აქვს ადამიანს, დონე. მაპატიებს უფალი და ზოგადად მაპატიებთ ესეთი საუბრისთვის, მაგრამ დონე აქვს 0. ადამიანს შეგნების დონე აქვს 0 და ამ დროს სულიერებაც 0 აქვს და ამიტომ ბანალური საქციელებით შემოიფარგლება და აი ეს იყო თქვენ შორის ღმერთო მაპატიე, რას ვსაუბრობ, მაგრამ ნუ რა ვქნა ეხლა, რაც იყო იმას ვსაუბრობ. იმიტომ აეწვა ალბათ იმას, ეხლა იცოდა რომ მასზე ვიტყოდი ესეთ რაღაცებზე, იმიტომ მივამუთე იქ. ხო. აი ზუსტად მასზე იყო, კარგად აჩეხეო, რაიმე არ მოიტყულო. ხო. აი ზუსტად. ვინც მივამუთე, წეგან იმაზე იყო იგი. მაგრამ ისმინოს შორიდან. ხო, აქ მაჩვენებს კიდევ თქვენი ურთიერთობაში ჩარეული ადამიანი. ადამიანი, რომელიც ატყუებს. ზოგადად ურთიერთობაში არის ადამიანი ჩარეული, რომელიც გატყუებ. შეიძლება ეს იყოს მისი მხრიდან, შეიძლება არა მისი მხრიდან, უფრო ქალბატონებო, გოგოებო, თქვენზე ვსაუბრობ, თქვენი პარტნიორის მხრიდან, უფრო ვხედავ აქ ქალბატონს, რომელიც ატყუებს მას და ეპრანჭება. ეს არის გამორიცხული, ეს არის ღვარძლიანი ადამიანი, რომელიც მხოლოდ რაღაც სხვა ინტერესებით არის მისკენ. ამ ადამიანს არც სიყვარული შეუძლია და არც ურთიერთობის აწყობა, ეს არის სხვა მიზნით. აქ შეიძლება უფრო იყოს სხვა რაღაცა. ხო, ამიტომ მოხდა თქვენს ურთიერთობაში არეულობა. რაღაც მოხდა მეგობრებო კი. სად მიდის თქვენი ურთიერთობა? სად მიდის თქვენი ურთიერთობა? ბალანსისკენ, მოლაპარაკებისკენ, მოდის ეს ადამიანი. ეს ადამიანი მოდის, მეგობრებო, მოდის ბალანსისთვის. მოდის, მეგობრებო, ხედავთ ხო? მოდის პასუხისმგებლობისთვის და მოდის გადაწყვეტილებით თქვენსკენ. ეხლა ძალიან გაგიკვირდეთ იქნებ რასაც ვსაუბრობ, მაგრამ ეს ადამიანი მოდის გადაწყვეტილებით თქვენსკენ. გადაწყვეტილება, პასუხისმგებლობა და მოსვლა მოდის თქვენსკენ მეგობრებო. არა უშავს მეგობრებო, თუ ერევიან როგორ მოდისო. ჩემო ძვირფასებო, სამყარო ჩალით დახურული ხوار გგონიათ თქვენ, როგორ ფიქრობთ ეხა თქვენ? ყოველთვის ესე იქნება გგონიათ? მისი მიზნებია მოსვლა თქვენთან, მისი მიზნებია პასუხისმგებლობის აღება, ყველაფრის საკუთარ თავზე აღება, ამ ურთიერთობის წინ წასვლა, წაყვანა, ანუ განაჩენი, გადაწყვეტილება თქვენსკენ. ხო. ამიტომ კი ბატონო. მისი მიზნებია ურთიერთობაზე მუშაობა. ამ ადამიანს ფინანსები ძალიან კარგად აქვს. ეს ადამიანი ფინანსურად კარგად დგას ფეხზე. უყურეთ, მე თავში ვთქვი თქვენი სხვაობა. აქ შეიძლება ფინანსური სხვაობაც იყოს. აი იცით რომელიმე მდიდარია და რომელიმე ღარიბი. აი სხვაობა ესეც არის, ამიტომ ეს ადამიანი თუ კი ფინანსურად თქვენზე მეტად კარგად არის ფეხზე, მეგობრებო, იცოდეთ რომ მას ეს ფინანსები ბედნიერებას არ აძლევს. ეს ადამიანი მისი ფინანსებით, მისი ყველაფრით ბედნიერი არაა და ვერც იქნება იცოდეთ. ხო.
თვითონ ამბობს, რომ მე არ მაქვს ბედნიერებაო. მე ის რაზეც წავედი, თუ კი ამ ადამიანმა თქვენ რაღაც პერიოდში მეგობრებო შეიძლება ეს დროებითია, კი ვიცით ხო? რაღაც ეხლა ეს სიშორია, ეს მანძილია, ეს რაღაც გაიწელა დროში, ხო? ეს ადამიანი რისთვისაც წავიდა ეხლა იქ სადაც არის, რისთვისაც არის. აი ამბობს ეხლა, რომ აი ამათ არ ღირდა ეს ყველაფერიო. ამბობს. ტყუილად გადაყრილი ფული, ტყუილად დაკარგული დრო, ტყუილად დახარჯული ენერგია და აი ეს ყველაფერი ტყუილია, იმიტომ რომ მე უშენოდ არაფერი მახარებსო. ეს ყველაფერი იყო კორუფციაო. ასე ამბობს. ამას ნანობს. აი უცებ როგორ აჭიკჭიკდა. რას ნანობს და ნანობს. უთქვენობას ნანობს. ყველაფერი აირჩია და თქვენ არა. ყველასკენ გაიხედა და თქვენ დაგაპაუზათ. თქვენ ზურგი გაქციათ. ნუ დროებით ვთქვათ, ხო, მეგობრებო? აი ლოდინის რეჟიმი ჩაგირთოთ, ხო? გალოდინებთ. ყველას პასუხობს თქვენს გარდა. ყველას ეხმარება თქვენს გარდა. ყველასთან არის თქვენს გარდა და თქვენ ხართ ამ დროს ლოდინის რეჟიმში და აი ამას ამბობს სუსტად. რას ნანობს კიდევ რას ნანობს? თქვენთან დაკავშირებით რას ნანობს? რას ნანობს მეგობრებო და ნუ ეხა ურთიერთობა არ აქვს. ხა, ამას ნანობს. ნუ თქვენთან რო არ აქვს, მაგრამ ნანობს იმას, რომ ხო, ურთიერთობა არ აქვს, დაიკარგა ურთიერთობა, დაიკარგა თქვენთან ურთიერთობა. ძალიან ნანობს. ძალიან დიდი დანაკარგებშია. თქვენი ენერგია აკლია, თუნდაც მესიჯობა აკლია თქვენთან საუბრის ენერგია. აი თქვენ ვერ წარმოიდგენთ მეგობრებო, ზოგადად უყურეთ, ადამიანები ეს სასიცოცხლო ენერგიას იცი როგორ გართმევთ და როგორ იღებენ თქვენგან ენერგიას ადამიანები იცით როგორ იღებენ? აი თუნდაც ის წამიერად რო პასუხს გასცემთ მესიჯით. ხო წერთ და ხო აგზავნით. აი მანდვართ ზუსტად მაგედან იღებს სასიცოცხლო ენერგიას ადამიანი და აი ეს აკლია მას. თუნდაც მხოლოდ მესიჯობა გქონოდათ. ესა ზუსტად ეს აკლია მას მეგობრებო. ძალიან დიდი დანაკარგებშია, ძალიან დიდ სინანულშია. აკლია თქვენი სითბო, თქვენი ყურადღება აკლია, თქვენი ძალა აკლია, ეს ძალის კარტია. თქვენი ძალა აკლია, თქვენი ემოცია აკლია. არასრულყოფილებაში იმყოფება ეს ადამიანი. ძალიან ნანობს. არასრულყოფილება და არასრული პარტნიორობა ან კავშირი. ხო გაუბნებით? აკლია თქვენი ენერგია, თქვენი ყურადღება აკლია თქვენი. თქვენ რო დროს უთმობდით, ესეც აკლია. ყველაფრიდან ღებულობს ადამიანი ენერგიას, მეგობრებო, იცოდეთ. კიდევ რას ნანობს? დაკარგვას, პრესტიჟის დაკარგვას. ნანობს თქვენს დაკარგვას, მეტი მომივიდაო ამბობს მეგობრებო. გადააჭარბა, ოღონდ გადაჭარბებას კიდე გააჩნია. მაღლა გადააჭარბა ამ ადამიანმა. აი ზედმეტი მოუვიდა უკვე. ხა გრძნობებშიც ძალიან ზედმეტი მოუვიდა და დაუფასებლობა. აი და არ დაგაფასათ თავის დროზე, არ შეაფასა თქვენი ადამიანობა, ნუ ვისთან როგორ ეხა მეგობრებო. ხო. ეხლა ფიქრობს ხო არ დამაგვიანდებაო. აი როგორა, ჩაკეტილი, განადგურებული, ჩანიორწყალებულია. ოღონდ ჩორნი პერიცა უნდა მარტო. ჩანიორწყალებულია, მარტო პერიცა უნდა მეგობრებო. ხა. აი, შინაპატიმრობა. დეგრადირებული ანა მარია. აი, სადაა დეგრადირებული? საცოდავი მისი დღე. მოიკითხეთ ერთი ცოცხალი არის? ხო.
ია არა ოიექვია ამას ხო ეკუთვნის რა თქმა უნდა ადამიანი რომელიც თავის დროზე არ დაგაფასებს მეგობრებო უარესის ღირსიც აღონთ ჩვენგან არა სამყაროდან და სამყარო მუქნა აი ზუსტად ხა მეტი ღირსია ნანობს რომელი ნანობს სად წავიდეს უკვე აღარ იცის თავის ბალოტში ცურავს თავის ბალოტში ცურავს ამ ადამიანს იცით რას ამბობს მე არ დაგთმობო ამბობს მაინც ამბობს რომ არ დაგთმობო ნახეთ არ დაგთმობო ამბობს მეგობრებო გამარჯვებით მოსვლა უნდა სრულყოფილებისთვის მოსვლა უნდა ბიჭმაჭუნასავით მოვა მეგობრებო პაჟი მოვა აი ასაკობრივი სხვაობაც თუა თქვენთან აი ესეც ამას ამბობს რომ კი სხვაობა არის რადიკალური სხვაობაა თქვენ შორის რადიკალური სხვაობაა და ამიტომ ეს ადამიანი ეხლა მიხვდა რომ დაგკარგათ ზუსტად უნდა დაგკარგოს ადამიანმა მეგობრებო რომ მიხვდეს თქვენ ფას არიცით ეს 100-ია ზუსტად აი ესა სამართლიანი ზუსტად სამყარო ყოველთვის სამართლიანია ხო ეხლა ეს ასე რო ყოფილიყო მოსული იქნებოდა ჩალით დახურული მაგრამ არა მეგობრებო არა სამყარო არასდროს არაა ჩალით დახურული ყველაფერი ხდება ჩვენთვის სასიკეთოდ აბატონო მესმის რომ რთული გზა გაქვთ გავლილი და შეიძლება ზოგი ახლაც გადიხართ მაგრამ არა უშავს ყველაფერი ხდება სასიკეთოდ რაღაცისთვის ჩვენთვის ხო გამოვა ამ გულგატეხილობიდან ეხლა თვითონაა საწოდავად მეგობრებო თქვენ ხო უკვე გამოხვედით ამ მდგომარეობიდან ეხლა თვითონა უყურეთ თქვენ რო ეხლა ამ სიტუაციაში იყოთ თვითონ უკეთესად იქნება მაგრამ ეხლა რადგან თქვენ კარგად ხართ ისა ეხლა ცუდად შეუბრუნდა სამართალი ეს ყოველთვის რა რთულ გზას გადის თქვენ ვერ წარმოიდგენთ ჯოჯოხეთს გადის მეგობრებო ჯოჯოხეთს გადის ამ ადამიანს ღამე არ წინავს ეხლა ისე რთულია მისთვის თქვენთან მოსვლა აქამდე თუ ადვილი იყო ეხლა ძალიან რთულია ელოდეთ მისგან ბრძოლას ელოდეთ მისგან გააქტიურებას ელოდეთ მისგან ნაბიჯებს ქმედება აბატონო ქმედება თავისით საუბრობს მეგობრებო არც ვეკითხები ქმედება რას მოიმოქმედებს კიდევ აი რას მოიმოქმედებს თქვენს გამო ეს ადამიანი ნახეთ მეგობრებო ეხლა საუბრობს თქვენზე თქვენს იცით რას ამბობს პატივმოყვარეობა შეულახეო ზედმეტად ზედმეტი მომივიდა მასთანო ვიყავი აი ხო უპატიოსნოთ მოვეკეციო და ეხლა როგორ ფიქრობსო ნეტა რას ფიქრობს ჩემზეო აი ამას ამბობს მეგობრებო რომ აი ზოგიერთებთან ეხა მომიტევეთ რასაც იტყვი მაგრამ ძალიან აი მარტო მხოლოდ რაღაც ინტერესები სექსუალური ინტერესებით იყო მხოლოდ რომანტიული ინტერესები იყო ძალიან უპატიოსნოთ მოგექცათ ბევრთან ესე იყო თუ სიახლოვე გქონდათ მეგობრებო ხო თუ იყო დრო რომ თქვენ ახლოს იყავით ურთიერთობაში იყავით ახლოს ამ ადამიანთან აი გამოყენების მიზნით გამოუვიდა უკვე მისი საქციელი რა თქმა უნდა ხო და ამიტომ ჩემო ძვირფასებო კი თქვენ მიუხვდით მას ამ ადამიანს ეშმაკობას ვერაგობას თქვენ მიუხვდით უკვე თქვენ მიხვდით რომ ჭკუაში მოტყუდით და თვითონაც ამბობს ამას რომ ჭკუაში მოვატყუეო ძალიან ბევრი მოვატყუეო მეგობრებო ანუ რო იტყვიან იმედები გაგიცრუათ თან ეს ისე არა რომ რაიმე ერთი სიტყვა ისე უბრალოდ იმედების გაცრუებაში შედის ძალიან დიდი რაღაცა
აი კერძოდ რა იმედები გაგიცრუათ. ეხლა უნდა ვკითხო. რას გულისხმობს იმედების გაცრუებაში? ხო, უყურეთ ეხლა რას ფიქრობთ? თუ ქორწინებაში იყავით ამ ადამიანთან, უბედურ ქორწინებას ნიშნავს. უბედური ქორწინება, იმედები გაგიცრუათ, დაქორწინდით, ხო? და არ იყავით ბედნიერი. აი რაც დაგპირდათ სიკეთე, სიუხვე, ბედნიერება, ეს ყველაფერი არაფერი არ მოხცათ. ხო, ფინანსები ზოგს ფინანსებში მოგატყუათ, მეგობრებო. ვისთან ფინანსები იყო? კიდე. გაიხედა სხვისკენ ზოგიერთებმა კიდევ ხო? ნუ ვის ეხა ვამბობ ყველას, ვისთან რა და ვისთან რა. ზოგმა საერთოდ გაიხედა სხვისკენ, გაიხედა სხვა ნაპირებისკენ გაიხედა. მოუნდა მთვარეზე კომერციული. ხო, ბევრმა გაუგებრობაში დაგტოვათ, ზოგი გაუგებრობაში, საერთოდ ვერ მიხვდით ისე წავიდა ეს ადამიანი თქვენი ცხოვრებიდან, საერთოდ ვერ გაიგეთ რა იყო, რა მოხდა. შეიძლება ეხლა რასაც ვამბობ, ეს ყველაფერი იყო თქვენთან. შეიძლება ერთ-ერთი რომელიმე, შეიძლება ყველაფერი. ხო, კიდევ უსამართლობა, ძალიან დიდი უსამართლობა. აი ყველანაირად გაუმართლებლად მოიქცა მეგობრებო. ძალიან უსამართლოდ მოიქცა. ტყუილები. ტყუილებს ქონდა ადგილი. რას მოიმოქმედებს ეხლა თქვენს გამო ეს ადამიანი? აი როგორ გამოასწორებს სიტუაციას? ძალიან მაინტერესებს. როგორ გამოასწორებს სიტუაციას? რას მოიმოქმედებს ეს ადამიანი? ო! მეგობრებო. რას მოიმოქმედებს და სიყვარულს, მხიარულებას, მიღწევას, ნიშნობას, ბედნიერებას, ქორწინებას, სიკეთეს და სილაღეს. ამას მოინდომებს თქვენთან. მაგრამ ეშინიელ გეგმები არ ჩოუფლავდეს. ფლავი არ მოუწიოს, ფლავი გასვენებაზე ხო იციან ფლავი ჩვენთან მეგობრებო. ხო და არ ჩოუფლავდეს. ძალიან ეჭვიანობს. ეჭვიანობს, იმიტომ რომ ხო არ ყავთ ვინმე, ნეტა ხო არ ყავს ვინმეო? და ამის ეშინია რო არ ჩოუფლავდეს. ვინმე ხო არ გაიჩინეთ, ვინმე ხო არ ყავთ. რატომაც არ უნდა ყავდეთ? ძალიან ბევრი თაყვანისმცემელი უნდა ყავდეთ მეგობრებო. არჩევანი ძალიან დიდი უნდა გქონდეთ. ალიე თუ ოსიე, პეტრე თუ პავლე. ხა. პეტრე, პავლე, ივანე, რატომ დაიგვიანეო? აი ეს უნდა გქონდეთ მეგობრებო, ზუსტად. არა ბიჭოს. ფლავი გემრიელია ნამდვილად. ძალიან მეყარს. ხო. ეჭვიანობს ეხლა ყავთ ვინმე, ხო არ ყავთ ვინმე. ანდა იმას ეჭვიანობს, სამაგიეროს ხო არ გადაუხდით. ხო. რას მოიმოქმედებს? ჯერ ვერაფერს. თუმცა ოჯახი უნდა თქვენგან, თქვენთან ოჯახში დაბრუნება უნდა. შეცდომებზე საუბრობს მეგობრებო. თავის შეცდომებზე საუბრობს. ოჯახი თუ გქონდათ, ეს იყო არასრულყოფილი ოჯახი. ტყუილებზე აგებული ოჯახი. მოგატყუათ, აი ნახეთ უბრალოდ როგორ საუბრობს. ოჯახი ტყუილები. ტყუილებზე აგებული ოჯახი. ტყუილები იყო ურთიერთობაში. ხო. რას მოიმოქმედებს თქვენ გამო? მეგობრებო, ეს ადამიანი დაგპატიჟებთ სადღაც. შეიძლება პიკნიკი მოგიწყოთ, სადმე დაგპატიჟოთ, მთაში, ბარში, რა ვიცი, რას მოიმოქმედებს, სპეციალურად მოაწყობს რაღაცებს, მეგობრებო. ამ ადამიანიდან მიიღებთ სპეციალურ შეტყობინებას, სხვა გზა არ აქვს და იმიტომ სხვანაირად უკვე აღარ გამოუვა ამ ადამიანს. ან ყველაფერი, ან არაფერი, ან პირდაპირ ოჯახი და სხვანაირად ვერა.
ხო, შემოთავაზება პირდაპირი, ოფიციალური, კანონიერი, თუმცა ნაძალადევი, იმიტომ რომ სხვა გზა არ აქვს. ნაძალადევი ქვია, იმიტომ რომ სხვა გზა არ აქვს, თორე ოფიციალური კი. და თქვენ რა უნდა გააკეთოთ ამ დროს? კიდევ რას შემოგთავაზებთ კიდევ? აი ნახეთ, მეგობრებო, იგნორს არ მიიღებს. უარს არ მიიღებს. იცოდეთ. იგნორი არ მიიღება. ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ დაგითანხმოთ, მეგობრებო, აი დედას გეფიცებით. უარი არ მიიღება, იცოდეთ. უარი მიუღებელია, ხო? რას მოიმოქმედებს კიდე თქვენ გამო? აუ, ამ პაზლებმა ხო ტვინი წაიღო რა. აი ოკეანე იყო და ზღვა, ეს ადამიანი, აი ნახეთ თუ არ დაგპატიჟებთ სადმე ესეთ გარემოში. მისი ნება არა, ანა მარია, ჩვენი ნება ეს. ჩვენ რასაც გადავწყვიტავთ. თვითონ არ მიიღებს უარს, მაგი მაგ არ წერია. ხო. უკან არ დაიხევს. რა გავაკეთო? უკან არ დაიხევს. ოხ. იმ ხელა და მამთქნა რა ლამის პირი დამჩაღია, მეგობრებო. უარი მიუღებელია, უკან არ დავიხევ, ყველაფერს გავაკეთებ, ყველაფერს დაგპირდებათ, ყველაფერს აგისრულებთ, ყველაფერს, აქამდე თუ იყო არაფერი, ეხლა ყველაფერი იქნება. ესეც უნდა იყოს, მეგობრებო. თქვენი დაკარგვის შიში უნდა გქონდეს ამ ადამიანს. ამ ადამიანს ზოგადად ყოველთვის უნდა გქონდეს იმის შიში, რომ თქვენ დატოვებთ. ნებისმიერ დროს შეგიძლიათ დატოვება. ეს ასეც უნდა იყოს. ხო. ეს ასეც უნდა იყოს. კიდევ რაო? აი თვითონ რას ფიქრობს, მეგობრებო? მოდი ახლა მე ვკითხო მინდა. აი თვითონ რას ფიქრობს ახლა თქვენი გადმოსახედიდან? აი საკუთარ თავთან თუ ამბობს რაიმეს თუ ფიქრობს, აი თქვენი გადმოსახედიდან რას ფიქრობს? თქვენი გადმოსახედიდან რას ფიქრობს? კიდევ ცადეო. ანუ უყურეთ რას ფიქრობს ახლა? თქვენზე საუბრობს, რომ კიდევ ვცდიო. მისი გადმოსახედიდან. ცოტას ვაცდი და მე კიდევ ვეცდებიო. ხო. ეხლა ცოტა ხანი ასე ვაწვალებო, ამას ფიქრობთ და მე კიდევ ვეცდებიო. აი ამას ამბობს თქვენი გადმოსახედიდან. რას ამბობს თქვენი გადმოსახედიდან სასწაული? ხო, აი ხო გეუბნებით, ფიქრობს რომ თეთა ენა დამება, მეგობრებო. სამაგიერო არ გადაუხადოთ. რომ გაზვიადებული აზრები გაწუხებთ, ამას ფიქრობს. რომ ძალიან მკაცრი ხართ, ამას ფიქრობს, მეგობრებო. რომ კაცრად მოვექცევი, ხო ფიქრობთ? აი ალბათ ამას ფიქრობს თვითონ. რომ ძალიან მკაცრი ვიქნებიო. რას ფიქრობს კიდევ? სერენადებს. შენ დაგეძებდილა თუ ბინდია. სანამ არ დამაგვიანდაო, მანამდე მივდედაო, ასე ამბობს. მივდენა, უნდა და სანამ არ დამაგვიანდეს, მივდენა, ასე ამბობს. უნდა მივდეო. ხო. უნდა მივდეო. სანამ არ დამაგვიანდაო. მეგობრებო. აი ხო გეუბნებით, სანამ არ დამაგვიანდებაო, სანამ არ დავკარგეოთლაო. იმდენად მოჯაჭვულია თქვენთან ეს ადამიანი, უთქვენოთ ეს ადამიანი მე არ ვიცი.
ხო, ანა მარია, მივდენაო, მივდე და მოვდეს, უნდა მოვდეს. ხო. ოხ. ეს რა არის? ერთი წუთით მეგობრებო. ოურია ბოლოში. ერთი წუთით მეგობრებო. ამ ადამიანს მეგობრებო, როგორც მაჩვენებს ახლა, წარსულში აქვს რაღაც ურთიერთობა გავლილი, ნახეთ რა საშინელი სურათებია უბრალოდ. აი ნახეთ, ეხლა გაჩვენებ. ხო. დაცილება, უთანხმოება, კონფლიქტი, ერთი ნაბიჯი წინ, ხუთი უკან, აქ არის კიდევ ძალა გამოლეული, ანუ უნებისყოფობა, ანუ უმოძრაობა, ურთიერთობის გაწყვეტა და ცვლილებები არასტაბილურობა და მოკლედ მთელი რიგი უბედურობები აქვს. ხო. ამიტომ ჩემო მეგობრებო, ამ ადამიანს თუ კი აქვს რაიმე მსგავსი ესეთი საქციელები, იცოდეთ რომ ეს მოდის წარსულიდან, წარსულის შიშები, ხო, ბევრთან უცხოელიც არის, კი აგერ აწერია უცხოელი ადამიანი, ამიტომ ესეთი რაღაცები მხოლოდ ჩვენთან არა, სხვებთანაც ხდება და უბრალოდ ეს არის იმის შედეგები, რომ ამ ადამიანს მაინც შიში აქვს, რომ ისე იგივე წრეზე არ დატრიალდეს, ისე იგივე არ გამეორდეს მის ცხოვრებაში და მოკლედ როგორც ასეთი საკუთარი თავის შიში უფრო აქვს, კი. თქვენ რა უნდა გააკეთოთ? აი თქვენ რა უნდა გააკეთოთ, მეგობრებო? თქვენ ხართ მისი აუხდენელი ოცნება. თქვენ ხართ მისთვის ძალიან პრაქტიკული ადამიანი. თქვენ ხართ მისი, აი ვარსკვლავი. რა უნდა გააკეთოთ, მეგობრებო? არაფერი არ გააკეთოთ, თქვენ ეს ადამიანი მისით მოვა. ძალიან აქვს არასტაბილურობის შიში ურთიერთობაში. ეშინია რომ ეს ყველაფერი დროებითი არ იყოს. ხო, ეშინია რომ თავისი მიზნები და ოცნებები არ განხორციელდება. თუმცა დაიწყებს ურთიერთობას, დაიწყებს მეგობრებო, იმფერი არეულ და რეულია რომ აი არ ვიცი, ეშინია თქვენი შიშიც აქვს. მოჩვენებითი ხო არ ხართ, ხო არ ეჩვენებით? ხო არ ხართ მოჩვენება მისთვის მეგობრებო. ამ ადამიანს ძალიან აინტერესებს საიდან გამოცხვით მის ცხოვრებაში. ვერიჯერებს იმას მეგობრებო რომ ზოგადად თქვენნაირი ადამიანი არსებობს? აი ყალბი გონი ხართ, გაიგეთ? თქვენ თუ ჯერ ერთმანეთს არ შეხვედრილ ხართ მეგობრებო და მე ვხედავ რომ ეს არის ინტერნეტ ნაცნობობა და თქვენი შეხვედრა ჯერ არ მომხდარა, ამ ადამიანს დედას გეფიცებით, ძალიან ეშინია რომ ყალბი ხო არ ხართ. ნამდვილად ის ხართ ვისთანაც კონტაქტობს? ხო. ხო არ მალავთ ნამდვილ სახეს. ამის ეშინია მეგობრებო, უცხოელია, თქვენ შორის სხვაობა. ხო არ თამაშობთ ამ ყველაფერს, არტისტი, სასწაული თუ გინდოდეს მეგობრებო, დედას გეფიცებით. ამბობს რომ ხო არ თამაშობთ ამ ყველაფერს. ხო არ ატყუებთ. სულელი სარკანი. მოკლედ ეს ადამიანი ამბობს
მე თქვენზე ვეკითხებოდი, თქვენ რა უნდა გააკეთოთ მეთქი და ეს კიდე თავისთვის ამბობს. თქვენს გამო ეს ადამიანი კამათობს და იკამათებს კიდევაც მეგობრებო. მინდა გითხრათ. თქვენ არანაირი რჩევა არ გაქვთ ეტყობა, იმიტომ რომ საკადრისად იქცევით, როგორც საჭიროა ისე იქცევით და გააგრძელეთ ესე როგორც იქცევით მეგობრებო. არანაირი ნაბიჯი წინ არ გადადგათ მისკენ, აცადეთ ამ ადამიანს თვითონ მოვიდეს ხოხვით. ხო. თვითონ უნდა მოვიდეს თქვენთან, აცადოთ უნდა მეგობრებო. ეხა თუ გინდათ ლოდინი, ელოდეთ. თუ არ გინდათ ლოდინი და ნუ ელოდებით კაცო, არც მაგი არა პრობლემაა. ხო. ამიტომ აცადეთ ამ ადამიანს, თუ კი გიღით თქვენ ამ ადამიანის დაბრუნება, ეს ადამიანი აუცილებლად მოვა თქვენთან. მოვა თან ისე მოვა რომ მოვა რა. ამბობს რომ კამათობო. თქვენ გამო კამათობს ეს ადამიანი. იქ სადაც არის კონფლიქტი აქ. შეიძლება თქვენთან კონფლიქტობდა, ესეც შეიძლება იყოს. აზრთა სხვაობა გქონდათ, ესეც არაა გამორიცხული. ხო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ინტრიგნული საქციელები ქონდა ამ ადამიანს. შეიძლება ეხლაც გონიათ იქ სადაც არის კიდევ რაიმე ინტრიგებს ხლართავს, ამიტომ კამათობს, ყველგან კამათობს. ხო, ჩვენ არ ვაძინებთ აქედან და იგი როგორ დაიძინებს იქედან ნანამარია. ამას როდესაც ჩვენ ვშლით ტაროს აქ, იმას არ ძინავს. ყველანაირი სხვაობა აქვს. აქ ძალიან დიდი სხვაობაა მეგობრებო თქვენ შორის. მენტალური, ფიზიკური, გონებრივი, ასაკობრივი, სულიერი, რელიგიური, მაღალი, დაბალი, მდიდარი, ღარიბი, ჭკვიანი და სულელი. ხო. ამიტომ ესეა ჩემო მეგობრებო, ცვივა კარტები, სასწაულად ცვივა დასტები მეგობრებო, ნუ არ ვიცი. ძალიან განერვიულებულია, თქვენი დაფიქრებული ადამიანი ნერვიულობს, რა თქმა უნდა, ეხლა. რატომაც არა აქვს სანერვიულოდ საქმე, კარგავთ თუ რა ქვია მაგას რაც გინდათ ის დაარქვით. ეშინია თქვენი დაკარგვის, რა თქმა უნდა, და იმიტომ ნერვიულობს, ძალიან აფორიაქებულია, ძალიან დაბნეულია და ვერ ხდება რა გააკეთოს, თუმცა იცის რომ უნდა მოვიდეს და უნდა მოვიდეს, იცით როგორ, აი პირდაპირ უნდა მოვიდეს. პირდაპირ უნდა მოვიდეს. არაფერი არ მიწერო ანა მარია. ხო. რა თქმა უნდა, ჩემო კარგო, ვიცი რომ ხუმრობ. მოკლედ, მოდი ვკითხოთ ახლა ასტრაბარათებს. აი თქვენი ურთიერთობის შესახებ მეგობრებო, აი რასაც თulis საჭიროდ ასტრაბარათები რომ თქვენ ინფორმაცია იცოდეთ. აი ის ინფორმაცია მოგვაწოდოს ასტრაბარათებმა, რაც უნდა იცოდეთ თქვენ მხოლოდ. ხო. მივანდოთ ახლა ასტრაბარათებს. ყველაფერი თქვენს ურთიერთობაზე. დამთავრდა. ყველაფრის თქმელია. მოფრინავს. თქვენ ხართ მისთვის წმინდაზე წმინდა. თქვენ ხართ მისთვის ოცნება. თქვენ ხართ მისთვის აი მისტიური ადამიანი. ადამიანი, რომელიც გამოყოფილია სხვებიდან. ადამიანი, რომელიც არ გავს სხვას. ადამიანი, რომელიც არაა ისეთი, როგორც სხვები ყოლია ამ ადამიანის ცხოვრებაში. თქვენ არ ხართ ისეთი, ვინც ყოლია მას ოდესმე ცხოვრებაში. არა, თქვენ არავის არ გავხართ. თქვენ ხართ ძალიან დიდი ძალის მატარებელი ადამიანი, თვითონ ასე ამბობს.
თქვენ ხართ მისი სამყარო, თქვენ ხართ მისი რწმენა, იმედი, ვარსკვლავი, ეს ადამიანი სადღაც გხედავთ თქვენ და აი შოკშია. რატომღაც მომიდა ვთქვა რომ მარტი ეს ბარათი ეს არის მარტის როდესაც მაგალითად დროის გამოთვლისთვის ვიყენებ ამ დასტას ასტრაბარათს ამას აქვს თავისი პასუხი რა დროის ვადაში გამოჩნდება ადამიანი თქვენ ცხოვრებაში ხო და ამ ბარათს აქვს პასუხი მარტი ეს მარტის ბარათია მეგობრებო და მორბის პირველი იყო ეს აუცილებლად გამოჩნდება მარტში აქ წერია კიდევ დღეები ორშაბათი და ოთხშაბათი ეხლა ბევრი ორშაბათი და ბევრი ოთხშაბათია მეგობრებო თვეში ეხლა ამისთვის არ გაიგიჟოთ თლათ ნერვები რა თქმა უნდა ხო ამიტომ ეს არის მარტის სურათი მეგობრებო კი გავაგრძელებ მეგობრებო კიდე რას გვეტყვის ასტრაბარათები ხო ისო ბობიანი კაცი იმან იმდენი ახსენა ეს გვერდს როგორ აგვივლიდა ჩვენ ეს ადამიანი გაიდეალებთ ეს არის იდეალიზმის სურათი და თქვენ ხართ მისთვის იდეალი ადამიანი იდეალი ხო მოკლედ ეს ადამიანი აუცილებლად დაიწყებს აქტიურობას, რაღაცისთვის ემზადება, რაღაცა გააკეთა ამ ადამიანმა, რაღაცას ამზადებს და აი დაიწყებს. არ ვიცი რისთვის ემზადება მეგობრებო, მაგრამ რაღაცას აუცილებლად დაიწყებს. პარა ჩელსო. ასწავლები გინდოდეს. კეთილშობილება. მე არ ვიცი ხა რამდენისთვის მისაღებია მისი კეთილშობილური საქციელები, მაგრამ ელოდეთ კი. კეთილშობილურ საქციელებს ელოდეთ მისგან. ძალიან შეცვლილი დაბრუნდება ეს ადამიანი მინდა გითხრათ. ხო ხა ვის გჯერათ და ვის არა. თუმცა გეტყვით რომ ძალიან შეცვლილი დაბრუნდება. ვიზუალურადაც შეცვლილი დაბრუნდება მეგობრებო. ისეთი აღარ იქნება როგორიც იყო. სახეც შეცვლილი ექნება, მიმიკაც შეცვლილი ექნება, უფრო სხვანაირი იქნება. გაიხარეთ. უი, მარტია უკვე. კარგად ვარ. ხა ნახეთ აი ბრძენი ეს ადამიანი აი ხო გეუბნებით ბრძენი დაბრუნდება, სხვანაირი დაბრუნდება მეგობრებო. სულ სხვანაირი ვერ იცნობთ. ძალიან სხვანაირი დაბრუნდება. კი, აუცილებლად დაბრუნდება მეგობრებო. ხო. აი კი ბატონო, შეცვლილი იქნება. ხაი ხო თქვი წეგან ვახსენე ზემოთ, რომ კი, მიმიკაც, სახეც, ყველაფერი შეცვლილი ექნება. ნახშირი უნდა ვიყიდო. ხო, შულზე წავუსვი ინდოელებით, წერტილი მიუსვი, ან ლოყები მოუხაზე, რა ვიცი. ვის თმები ექნება გაცვენილი? ვის გაჭაღარავებული? ვის სათვალეები? ხო, ვისრა და ვისრა ეხა მეგობრებო, ყოველ შემთხვევაში სხვაობას უკვე რადიკალურს იგრძნობთ იმასა და ამ პარტნიორს შორის. და კიდევ ერთი ბარათი. კიდევ ერთი.
ხო, ეს არის ამაღლების კარტი, ეს არის სულიერად განვითარების კარტი, ბარათი. ნახეთ, ადამიანი ძირს კი აღარ იხედება, ზევით იხედება უკვე, უფალს უყურებს, ბუნებას უყურებს, ძალიან ისეთი თბილი გამომეტყველება აქვს. აი, თქვი წეღანო დაბრძენებული, ადამიანი დაჭკვიანებული ვერ იქნება, თუ კი არ იქნება სულიერად მაღალ ვიბრაციებში, ასე რომ ამ ადამიანს როგორც ჩანს კარგად ჩაუკაკუნებს სამყარო მეგობრებო, ამიტომ ძალიან შეცვლილი დაბრუნდება ძალიან მართლაც ვერ იცნობთ, ძალიან თბილი და ძალიან ყურადღებიანი, ძალიან სხვანაირი. ხო, შეიძლება ეს ადამიანი კიდევ ხელებით აკეთებდეს რაიმეს, ნიჭი კონდეს რაღაცის. იქნებ რემონტს აკეთებდეს თავისი ხელით, ეხლა ამ პერიოდში არც ესაა გამორიცხული. რაღაცა ხელსაქმიანობით იყოს დაკავებული, თუ სოფელი აქვს, თუ ბუნება უყვარს და თუ რაღაცა ამ ადამიანს ზოგადად ყველაფერი უყვარს, მცენარეები, ცხოველები, ხო, შეიძლება ცხოველებიც ყავდეს, შეიძლება ძაღლიც ყავდეს. კი ბატონო, ხო, აი, აგერა, მაგი ამბავი, პანტერა. ხელებით რო გიმტკიცებთ რაღაცებს, ხო, ზოგს ეს ხო ჟესტური ლაპარაკი აქვს საუბარი. ხო, ჟესტური საუბარი აქვს ესეთი, რომე ხელებით საუბრობს. ხო. მოკლედ, ჩემო მეგობრებო, ელოდეთ ამ ადამიანიდან ოპერაში არისო. ხო, არ გამოვრიცხავ ოპერის მომღერალიც, ოპერაც რო უყვარდეს, აქ დირიჟორიც შეიძლება მუსიკის ნიჭი კონდეს, მეგობრებო, ადამიანს შეიძლება ბევრი რაღაცის ნიჭი კონდეს. კი ბატონო. ყველას თავისებური ახსნა აქვს, ფორმიანს. თავში რემონტი არა, თავში დომხალი აქვს ახლა. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, აი ქვემოდან ნახეთ უბრალოდ როგორი სურათია. აი გეუბნებით თქვენი ადამიანი ძალიან სხვანაირი დაბრუნდება ვერ იცნობთ. ხედავთ ხო როგორი დიდი ჯვარია გამოსახული ზემოდან, უფლის წყალობა. აი უფლის წყალობა. ეს ადამიანი შეიძლება ტაძარშიც დადიოდეს და თავის რელიგიის და მიხედვით ლოცულობდეს, ცოდვებს ინანიებდეს, სანთლებს ანთებდეს, შეიძლება შემოწირულობას, ქველმოქმედებას აკეთებდეს, ან რაიმე საქმიანობით იყოს ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე დასაქმებული, აი ხო არიანი იქ სანთლის წმენდავები და რაღაცები, ანუ თქვენ მიხვდებით ახლა მე რასაც ვამბობ. იმდენად შეცვლილი იქნება ეს ადამიანი, მეგობრებო, არ ვიცი. ხო. ამიტომ ელოდეთ მისგან ესეთ გასაოცარ ცვლილებებს, მართალია ზოგს არ ჯერავს და შეიძლება ზოგ შემთხვევაში იყო პერიოდი, რომ მეც არ მჯეროდა, რომ აი როგორ შეიძლება ადამიანი შეიცვალოს და აი ეს გამორიცხულია და შესაძლებელი თუა შეიცვლება მეგობრებო. თუ არაა შესაძლებელი არ შეიცვლება. მაგრამ მე მაინც მწამს იმის რომ სადღაც ის 1% მაინც რომ შესაძლებელია რომ შეიცვალოს ადამიანი. კი. აი კიდე სამრემო გადის კაცო. ესეთი კარგი კონცერტებია. მოკლედ ჩემო ძვირფასებო, ესეთი იყო ჩვენი დღევანდელი ლაივი. მოდით ახლა მაინც ვნახოთ, რადგან პირველად ამოვიდა დროის კარტი. დროის კარტი ამომყვა ხელზე მეგობრებო. მაინც ვკითხოთ დროის კარტს. მე მგონი თქვენს გაინტერესებთ დროის კარტს. თქვენ თუ გინდათ ჩაიფიქრეთ დრო და მე კიდევ დროის კარტს ვკითხოთ ჩემო ძვირფასებო. კი, ბევრია ისეთი, რომ მართლაც არაფერი ასწორებს კუზიანს. მაგრამ ყველა ერთნაირი ხო არ არის მეგობრებო. არ არის ყველა ერთნაირი. უყურეთ,
ეს რაღაცას გეტყვით ახლა. არის კატეგორია ადამიანების, რომლებსაც სამყარო მიიჩნევს იმად, რომ გამოსწორდეს. კი, იმიტომ რომ იმათ ხასიათში ჯდება გამოსწორება. შეიძლება ადამიანების გამოსწორება. სამყაროს თვალსაზრისით, მეგობრებო, არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც ღირსები არიან, რომ გამოსწორდნენ, იმიტომ რომ შეუძლიათ რომ გამოსწორდნენ. ესეთი ადამიანები გამოსწორდება და რომლებსაც ჩათვლის ოღონდ სამყარო საჭიროდ, რომლებსაც არ თვლის საჭირო გამოსწორებად, მეგობრებო, ხო? იმას ისევე კუზიანად ტოვებს. ამიტომ თქვენ გამოსწორებას იწყებს. ხო? აი ასე, მივხვდით ხო პასუხი? სადაც ადამიანი არ სწორდება, ჩვენ უნდა გამოვსწორდეთ. ამას ვამბობს. ხო. აი? ნახეთ? ქვემოდან რანაირი სურათია? გაზაფხული. ხო. ტაროს პასუხია გაზაფხული. დროის კარტმა გითხრათ გაზაფხული. თქვენი ჩაფიქრებული სურვილი. ხო, მოდი ახლა მაინც ამოვალაგებ, იქნებ ვინმეს უნდოდეს ვარიანტები, მეგობრებო. გვექნება 3 ვარიანტი. პირველი, მეორე, მინდა რომ დაგანახოთ. მესამე. ეხლა დავალაგებ ჩემს აი ნიჟარებს. მოდი პირველი იყოს ეგი. მეორე იყოს თეთრი ნიჟარა. თეთრი და მესამე იყოს შავი ნიჟარა. დახუჭეთ ეხლა თვალები. დახუჭეთ თვალები, მეგობრებო. თვალებს როდესაც დახუჭავთ, ჩაიფიქრეთ სურვილი და თვალებს როდესაც გაახევთ, რომელიც უფრო ახლოს მოვა თქვენთან, ის იქნება ესე თითი დაადეთ და გამოუშვით თქვენი ენერგიები იქ. იმედია ჩაიფიქრეთ სასურველი სურვილი და ნახოთ ეხლა. ნახოთ აბა ეხლა თქვენი პასუხი. ვინ ჩაიფიქრა? აი ეს ესეთი ლამაზი ნიჟარა. ვინ ჩაიფიქრა, მეგობრებო? პირველის პასუხია მაშინ როდესაც ნაკლებად ელოდებით. აი ეს სურვილი, თქვენი ჩაფიქრებული სურვილი ახდება მაშინ, როდესაც ამას ყველაზე ნაკლებად ელოდებით. მოდი ახლა განმარტოთ ეს. ნახეთ, აქ ხატია. წარმოიდგინეთ ახლა რომ მიდიხართ ქუჩაში, აი ეს ხართ თქვენ და მიდიხართ ესე ქუჩაში ღამით. ხო, და არაფერზე არ ფიქრობთ, ან სადმე მიდიხართ, ან სადღაციდან ბრუნდებით. აი ამ დროს. აქ შეიძლება იყოს კიდევ ტაძარი, რადგან რაღაცნაირი შენობა, შტაბ-ბეჭდილებას გიტოვებს შენობის. აი მეგობრებო, როგორც გინდათ, ეხლა თქვენ ისე მიიღეთ. ხო, ამიტომ ეს ყოველ შემთხვევაში იქნება მაშინ, როდესაც ნაკლებად ელოდებით და მაშინ, როდესაც სადღაც გადაადგილდებით. მედია ხედავთ, რაც ხატია და როგორც ხატია. ხო. ესეთია პირველის პასუხი. მოკლედ. გადავინაცვლოთ მეორესთან, ვინც აირჩია თეთრი, ისეთი პატარა ლამაზი ნიჟარა. თქვენი პასუხია ჩაფიქრებულ სურვილზე რამდენიმე კვირაში. თქვენი ჩაფიქრებული სურვილი ახდება რამდენიმე კვირაში. მე ვფიქრობ უფრო რომ ერთი თვე არა, უფრო აქეთ შიგნით. რამდენიმე კვირაში. მაშინ იქნებოდა ერთი თვე, ორი თვე, რამდენიმე კვირა, რადგან არის ნაგულისხმები, შეიძლება ვიგულისხმოთ უფრო აქეთ. ერთი კვირა, ორი კვირა და სამი კვირა. ხო.
ესეთი იყო მეორეს პასუხი. ეხლა მესამე, ვინც ჩაიფიქრეთ ესეთი შავი ნიჟარა, მეგობრებო, შავი ნიჟარა. მოდი ვკითხოთ თქვენი ჩაფიქრებული პასუხი. ამას არ უნდა ელოდოთ, ამბობს. არ ვიცი რატო თქვა ესე, მაგრამ ამას არ უნდა ელოდოთ. არ ვიცი რა იყო ესეთი თქვენი კითხვა, კითხვის პასუხი, კითხვა რა იყო ესეთი, მეგობრებო, მაგრამ ამას არ უნდა ელოდოთ. შეიძლება არის ისეთი რაიმე მნიშვნელოვანი, რაზეც უნდა გადაერთოთ. შეიძლება სამოგზაუროდ უნდა წახვიდეთ, მეგობრებო, და იფიქროთ ამაზე. აი, ნახეთ რა ხატია. ხო. ყოველ შემთხვევაში თქვენ არ უნდა ელოდოთ. თქვენ თქვენს თავზე თუ კი გადაერთვებით და იფიქრებთ ყველაფერს საუკეთესოს, ჩემო ძვირფასებო, ალბათ ეს უნდა ამას გულისხმობს ბარათები, ეს ალბათ თქვენთვის უფრო მეტად მნიშვნელოვანი და საინტერესო იქნება. ნუ მოკლედ ესეთი იყო ჩვენი დღევანდელი ლაივი, ჩემო ძვირფასებო. უღრმესი მადლობა მინდა მოუხადო ყველას. თვალი მოვკარი ესეთ რაღაცას კომენტარს, რომ მაინც ვერ გავიგეთ რა არის ყუთშიო. მაინც ვერ გავარკვიეთ ყუთში რა არისო, მეგობრებო. ხო? რა არის ამ ყუთში? რა დევს შავ ყუთში? აჰა, ასე არ ჩანს. რა დევს შავ ყუთში? ძალიან, ჩემთვისაც ძალიან კარგი საღამო იყო. რა დევს შავ ყუთში? მეგობრებო, ვერ მივხვდით ხო რა დევს შავ ყუთში? ხო არ დავტოვოთ ჯერ კიდევ ესე? დაველია სულიო. დეა, კი, აწერია დეა. ეხლა რამდენმა მიხვდით რაც არის? არა. არა, პანტერა. შეგეშალა. არა. არა. ერთი. ორი. კი, სკორპიონ. სკორპიონმა გამოიცნო. სკორპიონმა გამოიცნო. მეგობრებო, რა დაგემართათ, გოგოებო, რა დაგემართათ, გოგოებო. რა დაგემართათ, გოგოებო. ხო, აი ეს არის ამ ყუთში, მეგობრებო. აი ეს არის ამ ყუთში. მეც ვერ ხვდები როგორ უნდა გავხსნა. ხო, აი ესე. აი. აი. აქ კიდე პომადებია. ფერადი. ოხ. ნუ რა ვქნათ ახლა ესეთი ხელის როღად და ნუ რა ვქნათ ახლა მეგობრებო. ხო. აი. ხო. მაჩუკეს. კი ბატონო, მაჩუკეს თავისი ფანქრები ახლავს. თავისფერი და ლურჯი. თავისი ფუნჯები ახლავს და ყველაფერი ახლავს მოკლედ. უღრმესი მადლობა ყველას. მე განა ის მომეწონა შიგროა რამე. მე ეს მომეწონა გარედან მეგობრებო. ასწავლე ისტერიკა დამემართა ეს რო დავინახე.
მოკლედ მშვიდობიანი ღამე ყველას, ჩემო ძვირფასებო, საინტერესო იყო დღევანდელი ჩვენი ლაივი კი ძალიან. კი, ლამაზია, უცხოა უბრალოდ. უბრალოდ გარეგნულად ძალიან ლამაზია, ძალიან მომწონს ესეთი რაღაცები. უღრმესი მადლობა ყველა თითოეულ თქვენთაგანს, გაიხარეთ, ძალიან სასიამოვნო იყო თქვენთან ერთად ყოფნა და ყოველთვის არის სასიამოვნო გარწმუნებთ, ხვდებით ხო? ეხლა მე რო აქ ცუდად ვიყო, არ მოვალ. განწყობაზეც ძალიან კარგ განწყობაზე ვდგები თქვენთან ერთად, მოკლედ მიხარი ხართ, მიყვარ ხართ, მეიმედებით და ყოველთვის ვამბობ და გავიმეორებ და ვიტყვი, არ დავიღლები, თქვენ ხართ ჩემი სტიმული და მოკლედ რაზე ფიქრობდი? რა იყო ამ შავყუთში? ხა ხო, მეგობრებო, მოკლედ აბა დროებით და ველოდებით მერე კომენტარებში. უღრმესი მადლობა ყველას, ჩემო ძვირფასებო, მშვიდობიანი ღამე და ბედნიერი კვირა დღე. ვინ გაგვაცუცურაკარ, ვინ გაგაცუცურაკად? ხვალ კვირა და არ შემოვალ, არ გვექნება ლაივი, მოვალ ორ შაბათს. იმდენი რამე ვიფიქრე, რა გეგონა ხა, ბეჭედი გეგონა ქორწინების შიგნით? მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, წავედი, თორე გაგვითენდა. აბა ბედნიერი კვირა დღე, მეც ხვალ დასვენება მაქვს, გასვლის დღე მაქვს ხვალ. ასე რომ ბედნიერი არ დადეგების დღე. მე ვთქვი, რატო ვარ თბილია? წავედი, მეგობრებო, წავედი, აბა დროებით, ნახვამდის.